დაგიბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, იმედია რომ ძალიან მოიწყინეთ ჩვენს გარეშე, თუმცა გრძელდება არტისტული ოთხშაბათი და გითხარით და დაგიანონსეთ რომ არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით თქო და ჩემთვის უძვირფასეს ადამიანთან ერთად, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქვეყანასა და ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, დიდი ხანი არ მინახავს და ძალიან მესიამოვნა მისი ნახვა, მისი სტუმრობა ჩემს გადაცემაში და ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩემი კოლეგა ლელი ჯანხოთელი მყავს დღევანდელ დღეს სტუმრად და მიხარია რომ ახალი ნამუშევრით მოვიდა, იმიტომ რომ მე და ლელი ერთად ვიყავით სწორედ რომ იმედის პროექტ ნუცა სკოლაში ერთად და მას შემდეგ ძალიან დიდმა დრომ გაიარა, შემდეგ რაღაც პერიოდი ერთად კონცერტებზე ვიღებდით მონაწილეობას, შემდეგ რაღაც ისე მოხდა რომ ლელი დიდი ხანია ყოველ შემთხვევაში წვეტა დიდხნიანი წვეტა გამოვიდა და მიხარია რომ ჩემთან გაქვს თან ახალი სიმღერის პრემიერა. ჩემო კარგო რომ შენი სტუმარი ვარ, რადიო იმედის სტუმარი ვარ. მინდა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატო და პატივისცემა შენს მიმართ, როგორც პიროვნების მიმართ, ასევე როგორც მომღერლის მიმართ, ძალიან მიყვარხარ. უღრმესი მადლობა. და უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კარი იცოდე რომ მუდამ ღია იმისთვის, მთავარია შენ ახლა ეს აღებული სტარტი, რომელიც დიდხნიანი წვეთის შემდეგ მე არ მიყვარს ხოლმე ეს გამოთქვა რაღაცა წვეტა, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანს რაღაცა შინაგანად რამდენი მუსიკალურობა აქვს და სიმღერა უყვარს, მისთვის წვეტა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ თუ დავუშვათ მაყურებელი და მსმენელი არ ხედავდა შენს რაღაც ახალ ნამუშევრებს, დარწმუნებული ვარ რომ სიმღერასთან წვეტა ერთი წუთითაც არ გქონია, იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ეს როცა ადამიანს ძალიან უყვარს სიმღერა და ამიტომაც წინათ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს თუ გახსოვს ცოტა ადრე იყო და შენ ესეთი რამ მკითხე ლელი აი როგორ ძლებს სიმღერის გარეშე ამდენი ხანიო და აი ვერ გავძელი რა ვეღარ გავძელი უკვე და მოვედი სიმღერით. რა კარგია, როდესაც არ გასვენებს სიმღერა, თუმცა არის ხოლმე ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, რაღაცა სხვანაირად ლაგდება, ისე ეწყობა ყოველდღიურობა, რომ რაღაცები ცოტა უკან იწევს ხოლმე მე და დგება ის მომენტი, როდესაც ასე ძალიან გინდა რომ ამოხედქო და სწორედ ეს გვაქვს ახლა, თუმცა ლელის ძვირფასებო მინდა გითხრათ, რომ უდიდესი გამოცდილება და შლეიფი მოყვება მოკლედ მუსიკალური კუთხით ნამდვილად და არ ვიცი გახსოვთ თუ არა კი არა აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, იმიტომ რომ ეს ფრაზა იმიტომ გავაჟღერე, რომ ჩვენ ძალიან პატარა თაობაც გვისმენს, ამიტომ ისთვის შეიძლება ჯგუფი რონდო ამ წამს არ იყოს დაუშვათ უცებ ვერ გაახსენდეს, თუმცა იყო ასეთი გოგონათა კვარტეტი, სადაც ლელი დიდი პერიოდის მანძილზე იყო აი ამ კვარტეტის წევრი. იღებდა სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას და ჩვენ სწორედ როგორც უკვე გითხარით, ნუცა სკოლამ შეგვახვედრა და ლელი, აი მაინტერესებს ახლა სამი შვილის დედა ხარ და თუ რომელიმეში დაინახე შენი თავი, თუ დაინახე რომელიმეში მუსიკალური ნიჭი, თუ აქცევთ ამას ყურადღებას, რაღაცა პირდაპირ შვილებზე გადავედი, მაგრამ მაინტერესებს ეს, იმიტომ რომ მე ველოდები სულსანტი, როდის მეტყვის, რომ დედა სიმღერა მინდა. არის ეს დადგა თქვენს სამივეს აქვს, სამივე ჩემს გოგონას სიმღერის მონაცემი და მიხარია ძალიან, მაგრამ აი კლასიკური მუსიკის განხრით ფორტეპიანოს უკრავს ჩემი შვილთანა გოგონა, მე-6 კლასში იმყოფება ახლა და ნუ ამას უფრო ელენემ უფრო დამიჯერა, ასე ვთქვათ. თორე სიმღერის მხრივ მღერიან ჩემს პედაგოგთან მარიკაუსთან. რა მღერია დადიანის იდეა? დადიანის ინიც, თუმცა ახლა წვეტა აქვთ მათაც ცოტა დროის უქონლობის გამო. და რა ვიცი, ვცდილობთ სიმღეროთ და მიხარია რომ მათშიც არის ეს ნიჭი. რა კარგია, ხო დიდი სიამოვნებაა და ნუ ალბათ ყველაზე მეტად რაც გულს მიჩუყებს, ეს არის ნიჭიერება, როდესაც ადამიანში ვხედავ და თუ ეს ნიჭიერება თან ბავშვშია, მე ხელიდან მივდივარ დონეზე ძალიან მიჩუყებს ეს ყველაფერი გულს და სიამოვნებს. ნუ ალბათ ძალიან დიდი გამართლებაა, როდესაც სამივე შულთან ერთად შეგიძლია დაჯდე და იმღერო. ნუ ერთიც რო იყოს ისიც კარგია და თან სამივე როდესაც ხვერის შემოვდივარ შენს მდგომარეობაში, თუ რამხელა სიამოვნება შეიძლება სუფევდეს თქვენს ოჯახში. ახალ სიმღერასთან დაკავშირებით
მითხარი, როგორ მოვიდა ეს დღე? როგორ გადადგიეს ნაბიჯი და ვინ იმუშავა, ყველაფერი ამომწურავად მინდა, რომ ვიდრე მოისმენს პრემიერა სიმღერის ეს ჩვენი რადიოსვენელი, იქამდე მინდა რომ ყველაფერი მოუთხროთ. მოკლედ აი მწყვეტას ვახსენებ ისევ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, დავოჯახდი, ასე ვთქვათ და ჩემთვის ოჯახი არის ყველაზე უმთავრესი, ძალიან პრიორიტეტული, მით უმეტეს სამი შვილის შემთხვევაში, იცი ალბათ და რა თქმა უნდა, ყველათ არის ხმევა და ენერგია ჭირდება შვილებს. მით უმეტეს სამს წარმოვიდგენი. მით უმეტეს სამს. თან ესე მიყოლებულები არიან. უფროსი გოგონა 15 წლის არის, შუათანა 13-ის და უმცროსი. შენ ისევ ისეთი ლამაზი ხარ და აბსოლუტურად არ გეტყობა რომ შეიძლება 15 წლის შვილი გყავდეს. მადლობა ჩემო კარგო. და მე თვითონ ანუ ისეთი ადამიანი ვარ, რომ აი ყველა რასაც ვაკეთებ, ხო ნებისმიერ საქმეს მიყვარს ყველაფრის ზედმიწევნით და აი სრული სიზუსტით კეთება. არ ვიცი ეს რამდენად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ამას და სწორედ აი ამან გამოიწვია მე ვიტყოდი დროებითი წყვეტა. ნუ კი წლები გაგრძელდა ეს, მაგრამ მე ვფიქრობ დროებითია და აი ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს მოვედი ჩემთვის ძალიან საყვარელი კომპოზიტორის ნინო ჩხიკვაძის სიმღერით გამოიდარებს. ძალიან მიყვარს ქალბატონი ნინოს შემოქმედება. ჩვენც გვიყვარს და დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ. მეც მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით და მადლობას ვეუბნები მას კიდევ ერთხელ, რომ მომცა საშუალება ამ სიმღერის შესრულების. მადლობა მინდა ვუთხრა მარიკა უსიტაშვილს, ჩემს ძალიან საყვარელ ადამიანს, ჩემს მეგობარს, პედაგოგს, ახლობელ ადამიანს ძალიან, რომ დამაკავშირა ნინოს და მომეცა საშუალება ამ სიმღერის შესრულების. კიდევ უღმესი მადლობა მინდა ვუთხრა არანჟირების ავტორს, პეკეს მამუკა გიგაშვილს, რომელმაც აი მთელი გული ჩადო სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აი ამ სიმღერაში ძალიან დამედგა გვერდით, ჩაწერაზეც კი ჩემს გვერდით იყო. კი, დიდი კომფორტია ნამდვილად და არ ვიცი, უღმესი მადლობა მას. გამოხატა მის მიმართ დიდ პატივისცემას, ასევე დიდი მადლობა ალეკო ბერძენიშვილს, ხმის რეჟისორს და ბრავო რეკორდს, სადაც ჩაიწერა სიმღერა. სიმღერას ქვია გამოიდარებს, რომელსაც ასრულებს ლელი ჯანხოთელი. სიმღერა ეკუთვნის, ესე იგი კიდევ რო გავიმეოროთ, ნინო ჩხიკვაძეს, ძალიან დიდი ბოდიში ტექსტის ავტორი არის ნინო ქობალია, უღმესი მადლობა მასაც, ასეთი ნათელი და ეს არის ახალი სიმღერა სპეციალურად ჩემთვის შექმნილი. სხვათა შორის არა ახალი და სპეციალურად ჩემთვის შექმნილი. ერთხელ თუ არის გაჟღერებული, როგორც მახსოვს მუცა სკოლაში. სხვათა შორის. მართლა? კი, მაგრამ ნუ შემდეგ ანუ აღარ უმღერია არავის. და ესე მომეცა მე საშუალება რომ შევასრულო. ძალიან მიხარია. დავტკბებით ახლა და მეც გავიხსენებ შენ ხმას. მახსოვს ზედმიწევნით მახსოვს შენი მსუბუქი, აი ესეთი ნამდვილად კლასიკურად, ქართულად, გულიანად და სასიამოვნოთ ნამღერი, იმიტომ რომ ნამღერსა და მათემატიკას შორის დიდი სხვაობაა ხოლმე და მე მახსოვს ეს შენი მათემატიკა არ მესმის. ამიტომაც გავიხსენებ შენს ნამღერს და დარწმუნებული ვარ, რომ რადიო იმედის მსმენელსაც პრემიერასთან ერთად დიდი სიამოვნება ელოდება, ასე რომ მეც მინდა რომ წარმატებები გისურვო. ეს ერთი მოსვლა არ ნიშნავს, რომ დიდი ხნით უნდა დაგონშვიდობო. გელოდებით ყოველთვის და წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები შენ, ჩემო კარგო და რადიო იმედს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი დღევანდელი სტუმარი. დღევანდელი არტისტული ოთხშაბათი დახუნწლული იყო, ესე იგი ინფორმაციით, ახალი სიმღერებით და ნამდვილად კარგი არტისტებით, ასე რომ დაგველოდეთ ისევ მომავალ ოთხშაბათს, ახლა კი სიმღერის პრემიერით ლელი ჯანხოთელი, რომელსაც მოისმენთ და ისიამოვნებთ. გემშვიდობებით.